მთავრობის მეთაურის განცხადებით ქვეყანამ 4 წლის განმავლობაში რევოლუციის 4 მცდელობა გაიარა, რომელიც გარედან იყო დაგეგმილი და რომლის ერთ-ერთ ინსტრუმენტს პოლიციელებზე თავდასხმა წარმოადგენდა. პრემიერის თქმით, რევოლუციის მეორე ინსტრუქცია ქვეყანაში სიძულვილის ხელოვნურად გაღვივებაა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კანონი დაიცავს საზოგადოებას სიძულვილის ხელოვნურად გაღვივებისგან და ასევე სამართალდამცავ უწყებებს. ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით. ჩვენ ვერავის ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკრინოს საქართველოში პოლიცია, ძალოვანი სტრუქტურები. ძალოვანი სტრუქტურები არის ის, რაზეც დგას ნებისმიერი ჯანმრთელი სახელმწიფო. როგორც კი შენ ვიღაცას აძლევ ძალოვანი სტრუქტურების დაკრინების საშუალებას, მაშინვე იშლება სახელმწიფო და ამას ცდილობდნენ 4 წლის განმავლობაში და უფრო ადრეც. მთელი ამ წლების განმავლობაში. კანონი დაიცავს პოლიციას, კანონი დაიცავს სამართალდამცავ უწყებებს და კანონი დაიცავს ჩვენ საზოგადოებას სიძულვილის ხელოვნურად გაღვივებისგან. ამას როცა უწოდებენ ვიღაცეები დემოკრატიულ უკუსლას, ეს ძალიან კარგად მეტყველებს მათ განზრახვაზე. ჩვენთვის სულ ერთია ისინი მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, რაც შეეხება განხეთქილებას რადიკალური ოპოზიციის პარტიებს შორის, ამას აქვს ერთ-ერთი მიზეზი, ეს არის სისუსტე. რადიკალური ოპოზიცია არის რადიკალურად დასუსტებული, თუ არ ჩამოშორდა ეს ხალხი. აბსოლუტურად რეპუტაცია გაცვეთილი ხალხი. ქართულ პოლიტიკას ჩვენთან სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგება. ამიტომ სწორი მიმართულებით ვითარდება პროცესები, ჩვენი დაპირება იყო, ჩემი დაპირებაც ის, რომ ჩვენ გავანეიტრალებდით ამ რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს ქართულ პოლიტიკაში და რა თქმა უნდა ეს დაპირება უნდა შესრულდეს და ეს დაპირება თავისთავად არის პრინციპული მნიშვნელობის იმისათვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა.